მადლობა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის. უწყვეტი პროტესტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენისთვის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა. ამ ძირითადი გზავნილებით უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, ისინი თითქმის 600 დღე რუსთაველის გამზირზე დგანან იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოხატონ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მიმართ და დაანახონ დასავლეთს, რომ ქართველი ხალხის რეალური სურვილი კვლავ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა. მიუხედავად იმ რეპრესიებისა, რაც ჩვენ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, მიუხედავად 5000 ლარიანი ჯარიმებისა, მიუხედავად პატიმრობისა, მიუხედავად სამსახურებიდან გააშვების, მუქარისა და ხშირ შემთხვევაში აღსრულებისა, ჩვენ იქ ვდგავართ სტაბილურად, მტკიცედ, უანგაროდ, მივმართავთ ევროკავშირსა civilizable სამყაროს, რომ ჩვენ ისე ვდგავართ მტკიცედ, ვართ მართლები, იმიტომ რომ ვდგავართ კონსტიტუციის მხარეს, 78 მუხლის მხარეს, ვდგავართ სოლიდარობის ნიშნად პატიმრების მიმართ, ქვეყანაში, სადაც ჯანმრთელობა შერყეულ ჟურნალისტ ქალს მამაკაცისთვის სილის გარტყმის გამო წლებით ციხეში სვამენ და ათეულობით პარლამენტარს ჯგუფური ოქსის გამო ქებადიდებით ავსებს მართველი გუნდი, აი იმ ქვეყანაში ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის აღსადგენად. წერილის ავტორების ამ პათოს სრულად იზიარებს აქციების მონაწილე საზოგადოების არაერთი სხვა წარმომადგენელი. პროტესტში მყოფი ზოგიერთი ჯგუფის წევრი ევროპელი პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების გამკაცრებასაც ითხოვს. ძალიან კარგია ევროკავშირი, როცა არ აღიარებს ქართულ ოცნებას ლეგიტიმურ მთავრობად და შესაბამისად არის სანქციების რეჟიმში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის სანქციები, რაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაუწესეს ქართულ ოცნებას, ნაკლებად დისკომფორტულია შედარებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის სანქციებისგან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. შესაბამისად მიმაჩნია, რომ აი ამ არაღიარების პოლიტიკის უფრო გასააქტიურებლად აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების მხრიდან და მეტი მოქნილობის ჩვენება. ქართული ხალხის სურვილია იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და ამავდროულად ქართული ხალხი არ აპირებს გაჩერებას და არ აპირებს შეეგუოს ქართული ოცნების რეპრესიებს. დასავლეთში გრძელდება ქართული ხალხის მხარდაჭერა და იმის ფონზე, რომ ქართული ოცნება რაც ახალ მეგობრულ კავშირებს აწყობს ირანთან, აწყობს ჩინეთთან, ამავდროულად ქართული ხალხი მკაფიოდ აჩვენებს და ამიტომაც არის ეს განცხადება მნიშვნელოვანი, რომ მკაფიოდ აჩვენებს რეალურად ამ პროცესში რომელ გზას ირჩევს, არა ირანულს, არა რუსულს, მაგრამ ევროპულს. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ პროტესტი, რომელიც თითქმის 600 დღეა გრძელდება, რეალურ მიზანს არ ემსახურება. მათი განმარტებით წინააღმდეგობაში მყოფი პირები დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. არიციან რას აპროტესტებენ. არიციან იმიტომ, რომ პროტესტი და რეალური პროტესტი დგას რაღაცა ფუნდამენტზე და ამათ ფუნდამენტი არ აქვთ. თო ძალიან კარგად იციან, რომ ის, ვინც სათანადო პასუხი აგო, შემდეგ ის, ვინც აღიარა და გამოვიდა. ესენი არიან აყოლილი იმ სცენარს. ეს არის პარტაქტივის ნაწილი, რომელიც დარჩა ალბათ იმ დაფინანსების წყაროს ფარგლებში, რომელიც დაფინანსების წყაროს დღემდე შეუნარჩუნდა ამ აგენტურას. უწყვეტი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და ქვეყნის სხვა ქალაქებში სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდება იქამდე, სანამ ქვეყანა ევროპულ კურსს არ დაუბრუნდება. საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები არ გათავისუფლდებიან და ახალი ობიექტური საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.